ძიმეცნეულ მაგდალენას მომაკვდინებელი სქოლიოზი აქვს და მიტოვებულ სახლში ცხოვრობს, სადაც შიშველი კედლების გარდა არაფერია. მას არც ექიმის ფული აქვს და არც აკვების. დამხმარეც კი არავინ ჰყავს ჩვენგარდა მეგობრებო. ის 10 წლის ასაკში დაობლდა. დედმამამ ვერ აიტანა ავადმყოფი ქალიშვილის ტანჯვა და ორივე გულის შეტევით დაიღუპა. შემდეგ კი მეზობლის ქალმა მაგდალენა მონასტერში მიიყვანა აღსაზრდელად, რადგან ნათესავებიდან აღარავინ დარჩა. მხოლოდ შეხედეთ, საცხოვრობს ახლა მაგდალენა თავის მეუღლესთან ერთად. ეს მიტოვებული მშენებარე სახლი გლდანში თეთრ ტბასთან დგას. აქ საშინელი სინესტე და სიცივეა, გარშემო მხოლოდ ბეტონია, მაგრამ ამ ორ საბრალოს წასასვლელი არსად აქვს. მათ ინვალიდობის პენსიითა და სოციალური დახმარებით გააქვთ თავი, მაგრამ თვეში 300 ლარი საკვებშიც კი არ ყოფდით. საჭმლის ფული რომ იშოვოთ, მაგდალენა და მისი ქმარი არც აგროვებენ და აბარებენ. მისი მეუღლე სერგო უარს არ ამბობს არანაირ სამუშაოზე, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვინაიდან მას ერთი თირკმელი არ აქვს, მისთვის მძიმეების აწევა არ შეიძლება. როგორ იცხოვრონ ასეთ პირობებში? განა დაიმსახურეს მათ განსაცდელები, რომელთაც დასასრული არ უჩანს. მეგობრებო, მათ მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ. აი რას გთხოვენ ისინი: სამშენებლო მასალების სახლის შესაკეთებლად, მაგიდა, სკამები, სამზარეულოს კარადები, პროდუქტები და მაცივარი. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები თავისიანებს გასაჭირში არ ტოვებენ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.